წმინდა კვართის უფლის უკერველი ქიტონის შესახებ გადმოცემები მრავლად გვაქვს მსოფლიოში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც ერთი ვერსია არ დგას მყარ ისტორიულ ან არქეოლოგიურ საფუძველზე. დროთა განმავლობაში ამ სიწმინდეს რამდენიმე ქვეყანაში მიაკუთვნეს საკუთარი ადგილი, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ადრე მაინც საქართველოში. მართალია მყარი მტკიცებულებები არ არის, თუმცა რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ მათ ისტორიას, ამ ვერსიების ისტორიას, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ერთადერთი შინაარსობრივად წყობრი და სულიერად გამართული თხრობა ერთ-ერთ ამ ქვეყანას მიეკუთვნება, ერთ-ერთ მათგანის წყაროებში არის დაცული. ევროპული ვერსიების მიხედვით კვართი აღმოაჩინა იმპერატორმა, ბიზანტიის იმპერატორმა ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინეს დედამ წმინდა ელენემ მეოთხე საუკუნეში. თუმცა ისტორიული დოკუმენტი, რომლებიც აღწერენ და ადასტურებენ კიდეც ელენეს მოგზაურობას იერუსალიმში და მის მიერ ჯვრის პოვნას, არაფერს არ ამბობენ კვართზე. საუბრობენ მხოლოდ ჯვრის აღმოჩენაზე, ჯვრის ნახვაზე. პირველი წერილობითი ხსენება გერმანიის ქალაქ ტრირის კვართზე მხოლოდ მე-19 საუკუნიდან გვაქვს, ანუ ქრისტეს შემდეგ თითქმის 900 წლის შემდეგ გვაქვს ეს ცნობა. თვით ლუთერიც კი მე-16 საუკუნეში ამ რელიკვიას სკეპტიკურად მოიხსენიებდა, არ სჯეროდა, როგორც იმპერატორის პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ასე განიხილავდა მას. არქეოლოგიური კვლევები მიუთითებს ძველი სალოცავების არსებობას ამ ქალაქში, მაგრამ არ ამტკიცებს, რომ იქ მაგალითად ნამდვილად ინახებოდა ქრისტეს კვართი. საფრანგეთში, მის ქალაქ არგანტეიში, პარიზის მახლობლად, კვართი გადმოცემით კარლოს დიდმა ჩამოიტანა კონსტანტინოპოლიდან მე-9 საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში ის გადარჩა ვიკინგთა შემოსევებს, გადარჩა საფრანგეთის რევოლუციას, თუმცა მე-19 საუკუნეში მოუწიათ მისი აღდგენა სხვადასხვა ნაჭრებითაც, რამაც ასევე კიდევ უფრო საეჭვო გახადა მისი ნამდვილობა და დამტკიცებულება. ასევე ანალიზებმა აჩვენა ქსოვილების მსგავსება ახლო აღმოსავლურ ქსოვილებთან, ეს კიდე ადასტურა, მაგრამ რადიოკარბონულმა ტესტებმა მე-7 საუკუნეს მიაკუთვნეს ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ანუ ქრისტეს დროიდან მინიმუმ 6 საუკუნით გვიან პერიოდს მიაკუთვნეს. ამ ევროპულ ვერსიებს ნაკლიათ უწყვეტი ისტორიული მტკიცებულება აქვს მხოლოდ ლეგენდარული ხაზი და სიმბოლური ინტერპრეტაცია. მოგვიანებით გაჩნდა მოსკოვური ვერსიაც, თითქოს ტრიერში დაცული კვართის ასლი მოიტანეს რუსეთში და ამან გახადა ის ახალ ცენტრად, აქცია ახალ ცენტრად. რუსულ ეკლესიას სურდა თავისი პოლიტიკური ძლიერება დაემყარებინა, როგორც სულიერ უპირატესობაზეც და ამიტომაც მე-17 საუკუნეში ასევე შეიქმნა კიდევ ახალი ლეგენდა, ახალი ვერსია, თითქოს კვართი 1625 წელს მოხვდა მოსკოვში ირანის შაჰმა გაუგზავნა აჩუქა ის მას და ქართლიდან წაღებული. ისტორიული დოკუმენტები და ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ვერსიის მიზანი იყო მორწმუნეთა ყურადღების გადატანა ევროპიდან რუსეთში და საქართველოს უძველესი ქრისტიანული ცენტრების ფონზე რუსეთის სულიერი ავტორიტეტის განმტკიცება. ეს მიზანი, ამ მიზანს ხედავენ მაშინ მკვლევარები. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა არა უფლის კვართი, არამედ ქრისტეს სხვა სამოსი, ის ტანსაცმელი, რომელიც ჯვართან რომელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთში გაიყვეს. ხო, კვართი არ იცვა მარტო მას. და სწორედ ეს სხვა სამოსი და მისი ნაწილები აღმოჩნდა სხვადასხვა ადგილას და შემდგომში ხშირად გაიგივდა იგი უფლის უკერველ კვართთან, ანუ ღიალით მოქსოვილ კვართთან, მაგრამ სახარებების მიხედვით კვართი ვიცით, რომ არ გაუყვიათ, რადგან ის იყო უკერველი, ანუ ერთიანი ნაკსოვი მთლიანად, რაც ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ განიხილებოდა და განიხილება დღესაც. ამიტომ თვითონ იდეა თითქოს კვართის ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში ინახებოდა და ინახება, ეწინააღმდეგება ამ სულიერ და თეოლოგიურ მნიშვნელობას, ანუ ერთიან კვართს ვერ ექნება მრავალი ნაწილი, როგორც ქრისტიანობას ვერ ექნება მრავალი ჭეშმარიტება. განსხვავებით ევროპული და რუსული ნარატივებისაგან, ქართული წყაროების თხრობა, ქართული ნარატივები იწყება ბევრად უფრო ადრე
ფიქრობენ, რომ ქართული საისტორიო წყარო მოქცევა ქართლისაი, ანუ ქართლის გაქრისტიანების შესახებ ამბავი მერვე საუკუნემდე უნდა დაწერილიყო, ну, ბევრი მეცნიერი ასე ფიქრობს. ამ წყაროების გადმოცემით, როცა ჯვარცმულ ქრისტეს ტანსაცმელზე 60-ზე წილს იყრდნენ რომაელი ჯარისკაცები, იქ იმყოფებოდა მცხეთელი ელიოზი, რომელმაც შეიძინა უფლის კვართი და ჩამოიტანა სამშობლოში, მცხეთაში. მისი და სიდონია ამ სიწმინდის დანახვისას, შეხებისას გარდაიცვალა, მას ხელიდან ვერ გააგდებინეს ეს კვართი და დაკრძალეს კვართით. ეს ამბავი ჩვეულებრივად ცნობილია ყველასთვის საქართველოში, რომ მერე მის საფლავზე აღმოსენდა ცოცხალი ხე და სწორედ იქ აშენდა სვეტიცხოველი სიცოცხლის მომნიჭებელი ტაძარი. და ნუ ეს თხრობა ვიცით როგორ არის შემდეგ. თუ ერთმანეთს შევადარებთ გადმოცემებს, ევროპულს, ქართულს, დავინახავთ განსხვავება მათი შინაარსის მიზანშიც არის. მაგალითად, თუ ესე ინტერპრეტაციას გავუკეთებთ, ტრიერის ტრადიცია არის შუა საუკუნეების ევროპული რელიქვიის კულტის გამოხატულება, ფრანგული ვერსია მიმართულია ეროვნული თვითმყოფადობის ხაზგასმაზე და რუსული ვერსია ეს არის პოლიტიკური პროპაგანდის შედეგი, რომელიც ცდილობდა, როგორც უკვე ვთქვით, სულიერი ცენტრის მოსკოვში გადმოტანას და პოლიტიკური წიაღისვლების გამართლებას ამით. ხოლო ქართული გადმოცემა ფესვგადგმული არის ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში და უკავშირდება ქრისტეს ეპოქის პირდაპირ მემკვიდრეობას. კვართის ისტორია ზოგადად გვაჩვენებს, როგორ იბრძვიან ერები საკუთარი სულიერი თვითმყოფადობისთვის. საქართველოს ეს ბრძოლა საუკუნეების წინ მოიგო არა იარაღით, არამედ რწმენით, რომ ჭეშმარიტი სიწმინდე ის არის, რასაც გულით ინახავ და არა ის, რაც მინის ვიტრინაში დევს. ქართული წერილობითი ტრადიციას აქვს, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებთან ორგანული კავშირი, განსხვავებით ევროპული და რუსული ლეგენდებისაგან. ქართულ გადმოცემას მყარი ტოპოგრაფიული და კულტურული გაგრძელება აქვს, მაგალითად ადგილი, ტაძარი, ხე, სასწაულის თემა და ისტორიის უწყვეტი მოწმობა სიდონიადან დღემდე. სწორედ ამიტომ მცხეთასთან დაკავშირებით დაცული გადმოცემა რჩება არა უბრალოდ ლეგენდად, არამედ ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული რწმენის ყველაზე სუფთა და წმინდა სიმბოლოდ. გილოცავთ სვეტიცხოვლობას და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა დღევანდელი დღის მადლით, უფლის კვართით და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც უფლის კვართის გამო საქართველოს აკისრია.